საფრანგეთის სამძიმრის წერილებს იღებს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველი პირები მომხდარს მკაცრად გმობენ და შექმნილ ვითარებაში ოფიციალურ პარის თანადგომას და სოლიდარობას უცხადებენ. საზარელი ტერაქტი ბარბაროსული ქმედება თავდასხმა თავისუფალ სამყაროზე. ასეთი შეფასებები ისმის დილიდან მსოფლიო ლიდერების მხრიდან. ნიცაში დატრიალებული ტრაგედია უკვე გასცდა ერთი ქვეყნის საზღვრებს. დიდი ბრიტანეთისა და ბელგიის პირველი პირები ტერაქტების გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ და შესაძლო საშიშროების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს იღებენ. სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს გერმანია. ნიცაში მომხდარი ტერაქტის პარალელურად ევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება. ბელგიაში რამდენიმე დღეში ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებიან და ხელისუფლებამ ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საფრთხის რისკზე საუბრობს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრიც და საფრანგეთს დახმარებას თავაზობს. ჩვენ ამ სასტიკი მკვლელობის დასამარცხებლად ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ. გაერთიანებულ სამეფოში საფრთხის დონე ასევე მაღალია. ეს ნიშნავს, რომ ტერაქტი მოსალოდნელია. ჩვენი უსაფრთხოების ძალები საფრთხეების გასანეიტრალებლად აქტიურად მოქმედებენ. ტერაქტების თავიდან ასაცილებლად პრევენციული მოქმედებები დაიწყო გერმანიამ. მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე დღეიდან საფრანგეთთან საზღვარზე კონტროლი გამკაცრდება. გერმანიის კანცლერი საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს. თავდასხმა დღესასწაულზე მოხდა, რომელიც სიამაყის დღეა. ახლა კი მწუხარების დღედ იქცა. ტერორიზმში ჩართულმა ყველა ქვეყანამ დღეს საფრანგეთს სოლიდარობა უნდა აჩვენოს. სირთულეების მიუხედავად მჯერა, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ფრანგი ხალხის მიმართ ხადაჭერა გამოხატეს მონღოლეთში მიმდინარე ევროპა-აზიის სამიტის წევრებმა. ევროკავშირის ხელმძღვანელები ტერაქტს მკაცრად გმობენ. ტრაგიკული პარადოქსია, რომ თავდასხმის სამიზნე გახდა ხალხი, რომელიც ზეიმობდა თავისუფლებას, თანასწორობას და ძმობას. დღეს ჩვენ ევროპა და აზია ფრანგი ხალხის გვერდით ვართ. ძალადობისა და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ. ბარბაროსულმა ტერაქტმა ძალიან დამამწუხრა. ჩვენ ვამბობთ, როდის უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. გაუმარჯოს საფრანგეთს და მის რესპუბლიკას, რომელიც ასევე ჩვენიცაა. საფრანგეთში მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა მოსკოვში მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და აღნიშნა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაძლიერდეს. ძალიან სერიოზული საუბარი გქონდა. არსად არაა ისეთი კარგი პირობები ტერორისტებისათვის, როგორც სირიაში. მთელი მსოფლიო გვიყურებს და ელოდება, რომ ვიპოვნით ხელშესახებ საშუალებას ტერორისტული უბედურების დასასრულებლად. უნდა გაძლიერდეს ძალისხმევა ამ ნიჰილისტური მიდგომის მიმართ, რაც ტერორისტებს სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ აქვთ. ტერაქტს ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტი. რუსეთმა იცის რა არის ტერორიზმი, თუ რა საფრთხეებს ქმნის ის ყველა ჩვენგანისათვის. დანაშაული უდიდესი სისასტიკით და ცინიზმით იქნა ჩადენილი. ტერორიზმის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტს მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. საფრანგეთის მთავრობა და ფრანგი ხალხის სამძიმარს თითქმის მთელი მსოფლიოდან იღებს. ნიცაში მომხდარ ტერაქტს მკაცრად გმობს ჩინეთის ხელისუფლება და საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს. ეს თავდასხმა გვახსენებს, რომ არც ერთი ქალაქი და ქვეყანა არ არის დაცული ტერაქტისაგან. მხარს უჭერთ საფრანგეთსა და ყველა პარტნიორს იმ იმედით, რომ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ჩადენილი საშინელი თავდასხმები დასრულდება. ჩინეთი ასევე არის ტერორიზმის მსხვერპლი და ჩინეთის მთავრობა ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას მკაცრად ეწინააღმდეგება. ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობის გასაძლიერებლად საფრანგეთთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან აქტიურად ვიმუშავებთ. საფრანგეთი ტერორიზმის შედეგებს ებრძვის.